Pirpaso მეგობრებო, გთხოვთ მიესალმოთ ჩვენი განაცემის სტუმარი ზალიკო უდუმაშვილი. რა ვახარ ზალიკო, როგორ ახარ? რა როგორც იქნა გესტუმრე, როგორც იქნა ახლა კი ახალ სტუდიაში და ახალ გარემოში ხარ, ახლა ჩემს გადაცემაში სტუმრად, ხო? თავიდან პირველ ეთერებს რო უყურებდი, ცოტა მეწოდებოდა. ჯერ დეკორაცია რო არ იყო. გული მეწვებოდა და ახლა უკვე სხვა გარემო. რო ვივსებოდით, ხო, ნელელა მამატები ხოლმე რაღაცა დეკორაცია. რა ვქნათ ახლა ისეთ კომფორტულ გარემოში ვეღარ შევხვდით, მაგრამ ეს გარემოც არა უშავს, რა ვიცი. თავარია რომ მაყურებელი ყავს, ეგ არის თავარი თორე. მაყურებელი. კი. შენ ახლა რომელი გზით ჭავჭავაძით მოხვედი თუ რითი მოხვედი? არა, რა ჭავჭავაძით, რა სამობს, სად არის? მე ჭავჭავას დაკავშირებით ეს ცალკე თემაა რა. მე მაინტერესებს ზოგადად ვაკის მოსახლეობის მოთმინება რამდენს უძლებს. აი, რამდენი შეიძლება გაუძლოს, იმიტომ რომ ეხა და საერთოდ ზოგადად მე ახალი ინიციატივაც მაქვს რა და ალბათ ამ დღეში ბრიფინგსაც ჩავატარებ რა, რომ არ არის საკმარისი ჭავჭავაძის გადათხრები. ორჯერ გადათხრა არ არის საკმარისი. იქ ერთი საფუძვლიანი გადათხრა გჭირდება კიდევ, ერთი 2 წლიანი რომ ჩიჩქნოთ და ვაგოთ რა და ბოლოს როგორც ხდა დამთავრდება. ახლა წარმოიდგინეთ, სულ არის 2 კილომეტრი ის მონაკვეთი ჭავჭავაძე. თავიდან 2 კილომეტრია. წელიწადზე მეტია თხრიან. ნუ არ დამთავრდა ეს თხრები რა. აუგებრობა არის. აი 2 კილომეტრიანი მონაკვეთი 1 წელიწადში როგორ შეიძლება ვერ დაააროს. ეთქობა კალაძეს რაღაც პირადი აქვს ვაკის მიმართ ზოგადად რა. რაღაცაზე ჯის ამ ხალხს მოკედა ვერ გავიგე რა დააშოვა ვაკემ ამისთან. კი. ზოგადად მე ვინც ჭავჭავაძე ცხოვრობს, იმ ხალხს არ ვიწევ ხოლმე სტუმრად, იმიტომ ვერ მოდია ფიზიკურად. ჯერ ნახე შენ რო გაიხსნება მერე საერთოდ რა იქნება. იმიტომ რომ დღემდე რაღაც აი ამოუხსნელი ამოცანაა. ჩემთვის იქ საერთოდ მოძრაობა როგორ უნდა იყოს, იმ კუნძულზე რო ადამიანი ჩამოვა, მე სად მიდის იქიდან? აი არ ვიცი, მე ვერ ამოხსენი ჯერ ეს ამოცანა და იმედია რომ დამთავრდება, მე გავიგებ. თან ვიწრო ქუჩები გააკეთა რა, უფრო დახვეწილია, გაიგე, ვიწროა და მაგიტო რა, უფრო დახვეწილია, უფრო აი რაღაცა პროპორციებში ჯდება რა. იქ მანქანა გაივლის, არ გაივლის, მაგას ამუშავებაა. თავარია ზევიდან რომ დროს გადაატარებ, ლამაზად ჩანდეს. კი და ეხლა როგორ შემოხვედი, ახლა სისხლის გუბეებით არ შემოხვედი ამ ტელევიზიაში, იმიტომ კალაძე ბუში ხო გამოგვიქვეყნა სისხლიანი ლოგოები TV პირველის, ფორმულასი და მთავარის, რომ მთავარი სიცრუე, ესე პირველი სიცრუეა TV პირველის პირველი სიცრუე და სიცრუის ფორმულა. ხო, აი ეგ არის ხო, კრეატივში ძალიან მაგარია ახლა. კი, ეხლა ძალიან მაინტერესებს ამ ყველაფერს გაგრძელება რა ექნება. აი რითი გაგრძელდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეხლა წარმოიდგინეთ, კალაძეს დაუხურეს მთელი ეს ბოტების და იმის ტროლების ქარხნები, ხო? აი დაუკეტეს. თვითონ ჩალიჩობს. კი, Facebook-მა დაადო ბოქლომი, ხო? ეხლა გაგიჟდა, აღარ იცის რა ქნას, ნუ ეძებს რაღაც გამოსავალს, ხო? ამიტომ ეხლა წამოვიდა, ნუ შეტევა აქეთ. ნუ ეხლა რაც წინა არჩევნებზე იყო ბილბორდები რო გამოკიდეს, ეხლა სისხლები რო ზდიოდა ბილბორდებს, ხო გვახსოვს არა ერთი წლის წინ, ხო? არა, იმიტომ რომ აშკარად ეხლა უკვე დაიწყეს. მე მგონი საარჩევნო კამპანია ეს ნიშნავს მაგას. დიდი ხანია დაწყებული აქვს საარჩევნო კამპანია და ალბათ ისევ ამ ძველი მეთოდებით აპირებენ, იმიტომ რომ ახალი ვერაფერი რომ აქ რა შეეც საქმე, სადაც გაქვს ნასწავლი, ხო? იმას იყენებ. ეხლა ივანიშვილს ეს ყველაფერი ნასწავლი აქვს რუსეთში. რო უყურებს, რომ პუტინი მუდმივად არის ამის წყალობით, ანუ არ იცვლება და სულ პუტინია რა. და ამ მეთოდებით არის, ფიქრობს რომ საქართველოშიც იგივე მეთოდებით ეხლა შეიძლება რომ მუდმივად იყოს აი ამ რაღაც PR ტექნოლოგიებით, თქო, იმას ვერ ხვდება რომ რუსეთი და საქართველო ძალიან განსხვავებულია ერთმანეთისგან და გამორიცხულია ეხლა რომ ეხლა ხვდებით რა რაღაცებს, ანუ ამით რომ ეხლა გაიხანგრძლივოს კიდევ ასე ხელისუფლება. ხო, იმიტომ რომ საარჩევნო კამპანია ეხლა შენ რას ელოდები, ეხლა კიდევ რა იქნება საარჩევნო კამპანიაზე, ეხლა პირველ დაიწყოს უკვე ტელევიზიების ვითომ განადგურებით რა, ანუ ტელევიზიები არიან ურჩხულები და რაღაცა და შენ ანუ შენზე რას ელოდები, რა შეიძლება იყოს ახლა წინა საარჩევნოთ ალბათ გველეშაპების როლში არ რაღაცა მე ხა ორმაგ დარტყმაში მოხვდები რა, გაიხსენებენ ჩემ ძველ ცხოვრებას, როცა ჟურნალისტი ვიყავი და იქაც სისხლი მზდიოდა. ეხლა ახალ ცხოვრებაში ხო საერთოდ სისხლიანი გავხდი და ალბათ ნუ რაღაც ფილმებს გადაიღებენ მომიზღვრიან ეხლა ხო? როგორ ჭამ ხალხს და დავსდევ ქუჩაში და ასე შემდეგ. ერთი ეს მითხარი, ვინაა მტყუან მართალი ამ ოპოზიციაში? ბოკერია ელისაშვილის დაპირისპირებას უსმენ დაახლოებით 2 დღეა. ერთმანეთის ამბავი აქვს ერთი ხო და
რა ვიცი, აი რას ფიქრობ, მე უფრო ბიზნეს წისკვილისკენ გამირბის თვალი, მაგრამ სწორად გაგირბის. სწორად გაგირბის, იმიტომ რომ ეს ამბავი ახლა თუ ვინმეს აწყობს, ხო? თუ ვინმე ზის ახლა პოპკორნით ხელში და კოკა-კოლა უდგას, ასტაფილოს წვენი უდგას გვერდით, ნუ ბიძინა ივანიშვილია. ზოგადად ეს არის ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მოხდეს. ეხლა რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააკეთონ თავდასხმები ერთმანეთზე. ეხლა ამის დრო არა, ჩვენ უნდა გავასწოროთ სამიზნე რა. კლიენტ ოპოზიციამ სამიზნე უნდა გავასწოროთ და ერთი მიმართულებით ვისროლოთ ყველა. კი ბატონო. მაგრამ რა არის, იცი, ეხლა დარჩა ერთი მესამე ხა მოსმენაღა დარჩა, ხო, ეს 130-20-ზე რომ უნდა 120-ზე რომ უნდა დაამტკიცონ რა. ხო და აი რაღაცა ძალიან ლოგიკურად მიდის ეს ისა დამტკიცებები მიიღეს ეს პირველი მოსმენა. ცოტა საშიშია, ხო? რაღაცა არა აი საშიში ლოგიკით მიდის რა, აი იქნება და ბოლო-ბოლო მიიღებენ, არ მიიღებენ, ხო იცი მაინც. არ ვიცი ხა იმ ბრძენკაც ბოლოს რა გაუნათდება ტვინში ხა კაცმა არ იცის. ხო, იმიტომ რომ ლოგიკა არ უხდება ბიზნესს. ხო, მან ხა ლოგიკას ვერ გაყვები, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გაყვები ლოგიკას, რომ სადღაც მიგიყვანოს რა. ამიტომ ხა ბოლოს რა იქნება, არ ვიცი, მაგრამ ეს თუ ხა ჩააგდო ივანიშვილმა ეს ასოციოს და აძა, ნუ ჩათვალავს, რომ შეიძლება არჩევნებამდეც ვეღარ მიაღწიოს. ბუნებრივად, იმიტომ რომ ეს არ არის ახლა ის თემა, რომელთაც შეიძლება ჟონგლიორობა გააკეთო და ეგეთ ტრუკები უტარო ამერიკასთან ევროკავშირს რა. აქ ტრუკებს ძალიან დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა უწევს ასეთ ტრუკებში სევამისად. იცი რა უნდა კითხო? ზოგადად ახლა ტელევიზორს უყურებ ხოლმე, ნუ ტელევიზორში მუშაობდი ამდენი წელი და ალბათ ტელევიზიას უყურებ რაღაც სხვანაირ თვალით რა, როგორც მე მაგალითად რომ არ უყურებ ისეთ თვალით რომ აი რაღაცას თუნდაც რაღაცას სიამოვნება მივიღო რაღაც გადაცემა. ეს თუ რაღაც ცოტა ისე უყურებთ რა, ესე ადამიანები. როგორ უყურებ მაგალითად იმედის ინტერაქტივებს. აი მე მაგალითად სერიალი ვითარი ჩემთვის რა, უყურებ როგორც სერიალს. აი ამ კვირაში რა იქნება და რა მეც ესე ველოდები, სულ მაინტერესებს ზღვარი სად არის ადამიანის ფანტაზიის. აი ნაციონალებთან დაკავშირებით კიდევ რა შეიძლება ადამიანები. ოღონდ სიმართლეს გეუბნები ადამიანის გაცნობა მინდა მართლა. ვინც ამას იგონი. აი მართლა მინდა რომ აი მაგარია. ჩუმად მომწერეთ თუ კიდათ პირადში შეგხვდებით ყავა დავოლიოთ ერთად. უბრალოდ მინდა გაგესაუბროთ. რა ადამიანი ხართ ასეთი ესეთი აზრები რომ მოგდით თავში რა. არა ხო აი იმიტომ რომ თვითონ აი შეიძლება ასავალ-დასავალის ხალხის გაკვირვებულია. იმათ ისინიც არა რაღაც დროს ასავალ-დასავალი. კრეატივში აჯობეს და მაგით. იმიტომ რომ მე მაგალითად ახლა ჩამივარ და შემდეგი გადაცემების ინტერაქტივები ახლა მე ვიცი მაგა დაწერილი ქონია თურმე მთელი სეზონისას წერს. მთელი სეზონისას წერს და რამდენიმე მაქვს თუ გინდა წაგიკითხავ რა საინტერესოა. მეცოდინება წინასწარ. კაი, ესეთი ინტერაქტივი იქნება მომავალ კვირას რა, ალბათ ან იმის იქით. სისხლიანი 9 წლიანი მმართველობა გირჩევნია თუ თამარ მეფის ოქროს ხანა. სისხლიანი 9 წელი 0, ოქროს ხანა 100%-ით დაწერილია. კაცობრიობის ისტორიაში თუ კი რაიმე ცუდი მომხდარ არის თუ არა ნაციონალიზმი. კაი ეგა. ეს კაია. არის აბა არ არის 100%-ია. გასრისავს თუ არა ღმერთი ნაციონალებს? კი 20%, ამინ 80%. ეს კაია. ამინ. ნებისმიერ საკითხში ნაციონალური მოძრაობის უარყოფა 97% უნდა იყოს თუ არა? დიახ, 97%. ასევე ახაცა ინდივიდუალური ახაცა კონკრეტულ სუბიექტებზე რო აი ეს ძიროებს მაგალითად არის თუ არა გლობალური დათბობა რომან გოცირიძის ულვაშებში წარმოქმნილი სითბოს ბრალი. დიახ 100%, უბრალოდ სხვა ვარიანტი არ განისხილება. ზალიკო უდუმაშვილის სიმაღლე გენეტიკურია თუ რამდენიმე სანტიმეტრი იმ 9 წლიან პერიოდშია ხალხზე წართმეული, ანუ 100%. ამაში შეიძლება რა, შეიძლება ვიღაცას წარჩი ხო მას. და დღეისათვის ბოლო ინტერაქტივი, ვინ გასცა იესო ნაზარეველი? იუდა 2%, გრიგოლ ვაშაძე 80%. ფერს ველოდები, ახლა რა იქნებოდა და გრიგოლ ვაშაძე. გრიგოლ ვაშაძე. და რა არის, იცი ცოტა რელიგიურიც უნდაერიოს, რომ უფრო მძაფრი იყოს რა, მიხდი, ეგ არის მთელი მუღამი. ისე რამდენი წელი არა კურიერის წამყვანი იყავი და
აი სულ მინდა რომ მინდოდა ეგეც შეკითხვა დამისვა რა მაგალითად ხო არსებობს რაღაცა ინსტინქტები რა ცხოვრებაში ხო აი ამდენი წელი 10 წელი 15 წელი ხო იყავი ხო და აი მაგალითად რომ გადაწყვიტე რომ პოლიტიკაში წასულიყავი თუ ქონდა რაღაც ინსტინქტები რომ დგები და ჩვეულებრივად სამსახურში მიდიხარ ისევ რა რომ გონია რომ იქ ისევ იქ უნდა წარხვიდება რა აღარ მიდიხარ პოლიტიკაში ხარ უკვე რა არა პირველი თვეების განმავლობაში 8 საათზე გავრბოდი სადღაც იმიტომ რომ ვიცოდი რომ მაკიაჟი უნდა გამეკეთები ძალიან მაგარია 9 საათზე უბრალოდ სადღაც ვიდოდ ვჯდებოდი. ხო, იმიტომ რომ აი 9 საათზე მე რო სხვაგან ვიყავი, ჩემთვის იყო ამოუცნობი, რატო ვიყავი იქ ვერ ხვდებოდი რა. ასე რომ ეს კარგა ხანი მქონდა, ეს ბიოლოგიური საათი ხა ამდენი წლის განმავლობაში გამომშვებული მოქმედებს. და ზოგადად ეხა ჟურნალისტებმა ხშირად იციან ხოლმე რა, თქვა რომ აი ჩვენ ყველაზე ახლოს ვართ პოლიტიკასთან. ხო. მეც ასე ვიძახდი ხოლმე, როცა ვამბობდი, როდესაც ტელევიზიაში ვიყავი, რომ აი თუ რამე პროფესია დგას პოლიტიკასთან ახლოს, ეს არის ჟურნალისტები, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ჩახედულები ვართ, ვიყავით უბრალოდ ამ საქმიანობაში, კი, ანუ ბევრი ინფორმაციას ვფლობდით, მაგრამ როდესაც პოლიტიკაში მოხვდები, აი მაშინ მივხვდები, რომ გვერდით არც ჩაგივლია საერთოდ. რა გარტყმაში არა ხარ, რა ჟურნალისტიკა, რა ჩახედულობა. საერთოდ არა, ხო? არა, საერთოდ გვერდით არ ჩაგივლია საერთოდ არაფერთან. ასე რომ ეხლა ჩვენ ხო ყველას კარგად გვახსოვს, მაგალითად ბევრი გვაქვს, რომ ძალიან ბევრი ჟურნალისტი წავიდა პოლიტიკაში და მე რამდენიმე თვეში უკან სასწრაფო რეჟიმით დაბრუნდა ჟურნალისტიკაში, ხო, იმიტომ რომ ეს არ არის იონი საქმე ნამდვილად. ვინც იყო ჟურნალისტი, ყველა აი მაგალითად ახლა ინგა გიორგი თარგამაძეს უკვე ჟურნალისტიკაში დაბრუნდა, ხო? კიდე ვინ იყო? მერაბ მეტრეველი. მერაბ მეტრეველი იყო, უცებრო პატა ბურჭულაძესთან იყო 15 დღით და მე ისევ დაბრუნდა ჟურნალისტიკაში და ასე შემდეგ რამდენიმე ეგეთი ადამიანი არსებობს, ხო? კი, ასე რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, მე ვსწავლე ძალიან რთული პროფესია. ზოგადად რა არის ყველაზე რთული აი მაგალითად პოლიტიკაში? ეს არის საკმაოდ შემატევადი საქმე და ნუ წინასაარჩევნო კამპანია ხო საერთოდ ეს ჯოჯოხეთია პოლიტიკოსისთვის, იმიტომ რომ ნუ სულ გარეთ ხარ აბსოლუტურად რა, აბსოლუტურად გარეთ ხარ. არ უნდა დაიღალო. თავარი ამოცანა რა არის პოლიტიკოსის რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეხვდე, ხელი ჩამოართო და გაესაუბრო და ამის ერთ-ერთი ასე ვთქვათ საშუალება არის კარდაკარი. ხო, კარდაკარი ეს არის ძალიან რთული ამბავია და ფიზიკურადაც ძალიან რთულია, მძიმეა, იმიტომ რომ დღის განმავლობაში შეიძლება 200 ოჯახში მოგიწიოს შესვლა. ანუ ერთი დღის განმავლობაში 200 კი 200 ყოფილა შემთხვევები რომ 200 ოჯახში შევსულა დღის განმავლობაში და ამ ყველა ადამიანს რაღაც გარკვეულ დროს უთმობს ზოგან 5 წუთი გიწევს ზოგან 20 წუთი გიწევს დაუშვათ გააჩნია იმ ტემპს ოღონდ აქ დავამუღამე ერთი რაღაცა რომ როგორ ვცნობდი მე პირადად იყო თუ არა ეს ადამიანი ჩემი მომხრე ან ნაციონალური მოძრაობის მომხრე მე მაინც ეს ტელევიზიის შლეიფი მომყვებოდა და ესე პირდაპირ ვერ მეუბნებოდნენ ხოლმე რომ არა ვარ ნაციონალების მომხრე. რაღაც სხვა რიდი ქონდათ ხოლმე და ეხლა რო შევატყობდი რომ ესეთ ფრაზა იყო ძალიან ჯადოსნური რა. ზალიკო ძალიან დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ტელევიზიაში უფრო კარგი იყო. ეს ითარგმნება ასე, პოლიტიკის ენაზე. რა გინდოდა ნაციონალებში? ეს ასე ითარგმნება. რა გინდოდა ნაციონალებში? და უფრო მძიმე შემთხვევა იყო ხოლმე, როდესაც აი ოჯახში გაყოფილი იყო აზრები, ორი სხვადასხვა პოლიტიკური პოლუსი ახლა ხო ესეთ ოჯახები ხო არის ხო? ერთი ოჯახის წევრი, კი, ნაცკოცების ოჯახი რა. და იქ საერთოდ ახლა რთულია საუბარი. მაგალითად ერთხელ რაღაც აი უკვე 50 ოჯახი მაქვს მოვლილი და ერთ-ერთ კარზე ზარი მივეცი და კარს აღებს ერთი ჯმუხი, დიდი კაცი, ერთი ხანში შესული, ესეთი კაცი და რო დამინახა ეგრევე წარბები შეიკრა ესე. მივხვდი რომ თლად ჩვენიანთან ვერ მოვხვდი მაგრამ ნუ ხა შენი მოვალეობა რომ ყველას უნდა ესაუბრო ხო და აი ეს მოსალმების რომ მივესალმე კი არ მომესალმა ჩაახველა რა ხო მაგრძნობინა რომ თლად კარგად არ არის საქმე სპაგან მოხდი ხო ნუ დავიწყე რომ გამარჯობათ მე ზალი ორუდუმაშვილი მერობის კანდიდატი გიცანი და წარბები ისევესია შეკრული და პაუზა დიდი. ნუ დავიწყე იქ საუბარი რომ აი იმიტომ მოვედი რომ გაგეცნოთ და რა პრობლემები გაქვთ, ვიცოდე, იმიტომ რომ შემდგომში რომ ეს პრობლემები აღმოჩნდა, ნუ ლაპარაკობ ერთი 10 წუთის განმავლობაში არანაირი რეაქცია. 0 აბსოლუტურად და ბოლოს ეს კაცი შეტრიალდა, შუა საუბრის დროს ზურგი მომაქცია და შიგნით შევიდა ოთახებში და კარი ღიაა. და იქიდან მისმის. ნაზი შენები მოვიდნენ. მივხვდი რომ ცოლი ჩვენიანია.
ეს ქალბატონი გამოვიდა ჩამეხუტა ბევრი ვისაუბრეთ რაღაც გავცვალეთ ტელეფონის ნომრები ხო აი რაღაცა ერთი ამბავი ერთი აწუთს მე დავემშვიდობე და ეს ქალბატონი შევიდა კარები მოხურა და მე გამოვიძახე ლიფტი რომ სხვა სართულზე ჩავიდე ამ დროს მესმის კარს უკან ისევ ამ ცოლქმარის საუბარი ეს ცოლი შევარდა და შესასიკვდილე შენ მოუკვდი შენ პატრონს ამისთანაც თუ მარი მოვიდა ესე უნდა დავხდე მოიცა მოეთრევია შენები და ნახოთ როგორ დავხდე მოეთრევია შენები ხომოვლენ ხო ნახოთ როგორ აუ ეს მაინც ბევრი ოჯახია სხვათა შორის ეგეთი ხო რაღაცა ძალიან გაყოფილი აზრებით რო ცხოვრობენ და სუჩხუბის და კამათი რო აქვს აი პოლიტიკის გამო მაგრამ მე მახსოვს რომ ანუ სხვა არჩევნებზეც ეხმარებოდი მაგალითად ზუგდიდში ეხმარებოდი სანდრას კი რა თქმა უნდა ეს ასეა რამ შულობა არ აქვს რა არჩევნებია ეხლა პარტია ყოველთვის მობილიზებულია ხოლმე არჩევნებზე და ეხლა ზუგდიდში რომ ჩავედით რამდენიმე სამი კვირით ადრე ჩავედი დაახლოებით არჩევნებამდე იმიტომ რომ ყველა იქ ვიყავით რომ დავხმარებოდით სანდრას კამპანიის წარმოებაში და ნუ ჩემი ფუნქცია რა იყო მთავარი რომ დავდიოდი ქუჩა-ქუჩა, ქალაქში, სოფლებში და ხვდებოდი ამორჩევლს. და ქრას რა რომ სასწრაფოდ შექმნეს ესეთი ბრიგადა, სადამსჯელო ბრიგადასავით, სადღაც 20 კაცის შემადგენლობით რა. ოღონდ ეს ზუგდიდელებისგან ვერ გააკეთეს. იმიტომ რომ ზუგდიდში ეს პრობლემა იქნებოდა, იმიტომ რომ ადგილობრივს იცნობს და ვერ გაბედავდა იმ ხა ასე ვთქვათ კონფლიქტში შემოსვლას. პროვოკაციის მოწყობას. ხო და ამიტომ ჩამოიყვანეს სამეგრელოს სხვადასხვა რაიონებიდან, სოფლებიდან მოიყვანეს დაახლოებით. ოღონდ ამ ჯგუფში ფუნქციები იყო გადაინაწილებული. ერთი იყო, რომელიც სათვალეს არასოდეს არ იხსნიდა. და მისი მთავარი ამოცანა იყო, რომ ჩემთან შემოსული იყო კონფლიქტში პირადად მათ შორის რომ ფიზიკური დაპირისპირება მოხდარიყო. ეს იყო მთავარი ამოცანა. ოღონდ ეს ბიჭი როგორც ჩანს ნამეცადინები ყავდა ცუში. ნუ ამ ბიჭის მთელი ისტორიის ცოდნა, როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო ისტორიის ცოდნა შედგებოდა ორი ფაქტისგან. და ეს უკავშირდებოდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ანუ როგორ აწამებდნენ ნაციონალები ხალხს და როგორ უსწორდებოდნენ აქციებზე ფიზიკურად. ეს ორი ფაქტი იყო მთელი მისი გლობალური ისტორიის ცოდნა. და მეორე ყავდა ამას გვერდით, რომელიც ფუნქცია იყო, რომ ტელეფონით უნდა გადაეღო ყველაფერი და ეთყობა ეს ცოტა დიდხანს მეცადინეობდა და ამის ისტორიის ცოდნა დაახლოებით 6-7 ფაქტს მოიცავდა რა. იმისგან განსხვავებით. ამან უფრო მეტი იცოდა და თუ რაღაცა იქნებოდა უნდა ეკარნახა ამისთვის რაღაცები. ნუ პირველ შეხვედრაზე მოვიდნენ იქ რაღაც დაპირისპირება სიტყვიერი მოხდა და გავყარეთ და ეხლა ჩაუვარდათ ასე ვთქვათ, ფული ვერ იშოვეს რა, იმიტომ რომ თითოეული ჩემი ჩაშლილი შეხვედრა ღირს კონკრეტული რაღაცა, ან 20 ლარი, ან 50 ლარი, რასაც სუში მისცემენ მერე რა. ეხლა ჩემი თავი ამოცანაა რომ არ შევყვე მაქსიმალურად კონფლიქტში რომ იმიტომ რომ ეგ უნდა ზუსტად იღებენ რომ აი ზალი კოდომაშვილი ფიზიკურად უსწორდება ესე იგი ადგილობრივ მოსახლეობას მაქსიმალურად ცდილობ რომ ავიროდო კონფლიქტი და ეს მოქანდა ეს ჩემთან და ეხლა რაღაც ხომ დაიწყოს ეს დაპირისპირება და შენო ბიჭო შენო ის არა ხარო 9 წელიო ხალხს რო აწამებდიო და ეს გვერდი თუ დგას ვინც იღებს არ იყო ეგ მანდ თან იღებს. არ იყო ეგ მან. და მიხვდა რომ ეს ნომერი არ გაუვიდა. ეხლა მეორეც ხო აქ ნამეცადინები. მეორე ფაქტიც იცის რა. მერე რაო. უბინკით რო დაძდევდაო ხალხსო ქუჩაშიო. ეს არ იყო? ეს კიდე იღებს. არც მან ყოფილა ეგ. ნუ ვაფშე მიხვდა რომ ეხლა ბიჭო იმპულსაც კარგავს. დღევანდელი ფულით ჩავარდა რა. всё, აღარაფერი აღარ არის და ყველა ის შემოსავალს კარგავს. ეხლა გადავიდა თვით შემოქმედებაში უკვე რა. ნუ ის ნასწავლი არაფერს აჭირს და მიხვდა რომ თუ უნდა გამოძრო სიტუაციიდან და ეს ძიძგილობა მიდის და გადახედა იმ მეორეს რა და თვალით აგზნობინა რომ ეხლა ნახე ამას რა ჩაუტაროო რა. და გამორიგიზე მოწოლა კიდე და შენო ბიჭო ის არა ხარო აქ ტყე გამსახურდიას რო დასდებდი არაღითო და იმან ვაფშე გამორთო ტელეფონის არის ეს სადმე არ გავიდა სულ გაგიშდა ეს მგონია ზიად დასდებდი ზიად ტყე ზალიკო რა უნდა გიხარ ესე გამოდის რომ შენ 3 წელია დაახლოებით ხარ პოლიტიკაში ხო ან დიდი სტაჟი არა გაქვს პოლიტიკის არა დიდია ნუ
შესაბამისად რაღაცებს თან სწავლობ ალბათ, ხო? რა თქმა უნდა, მათ სულ პოლიტიკაში სულ სწავლობ. სწავლობ, ხო? რამდენი წელიც არ უნდა და ერთი ძალიან საინტერესო ადამიანი ჩვენთან არის სტუმრად, რომელიც არის გამოცდილი პოლიტიკოსი, ახლა შეიძლება, იცნობთ, მართალია საქართველოში არ ცხოვრობს, მაგრამ ყველა ვცნობთ რა, ესე რომ ვთქვა. საინტერესო. შეიძლება რომ შეგახვედე თუ დიდი შეამო, მე ნებისმიერი პოლიტიკოსის გამოცდილებას ვისავით რომ გამოგვივიდეს, იმიტომ მეც რაღაცები ხა მეც მომავალში რა მექნება ხო კაცმარის მეც რაღაც შეიძლება. მეც ეგრე ვიჯექი და ვიძახი, ჩემი პატარა სტუდია მაქვს მეთქი, აქ არ მეთქი, მაგრამ ხო ხედავ სადა ვარ. მომძადით. კარგად, როგორ უკრაინიდან მოდიოდი საქართველოს დროშება ყოლგა. აბა გითხარით. და როგორ ახარ ზალი, იმიტომ რომ ზალი დროდესაც პოლიტიკაში გამოჩნდა, ეს იყო 2017 წელი. მე ვიყავ უკრაინაში და ვერ ვასწავლე ის ხრიკებით, რაც არის აუცილებელი პოლიტიკაში. აქედან გავდირი, ეხლა აქ ვარ და მშვიდად ვარ და ყველაფერს ავხსნე. ხო და აი დამაკავდა რაღაცეები, დამაკავდა. ზალი მისმინე, ეხლა პირველ რიგში მე მიხარია რომ მელია კენჭიხრის გლდანში. მინდა გადასცემა უთხრა რომ შეკრებოს ეხლა ჟურნალისტები და ყველა საუხსნას რომ 12 წლამდე იზრდებოდა გლდანში. ეს არის ეხლა მთავარი. ყველას უნდა უთხრას. ზალ ეხლა ეს არის საჭირო. თუ გინდა გამარჯობა, ყველას უნდა უთხრას. ყველა ჟურნალისტებს უნდა უთხრას რომ აი ყოველდღე ხედავს სიზმარს თუ როგორ ერთობოდა ბავშვობაში გლდანში. ეს არის აუცილებელი. ასევე არ დაგავიწყდეს ზალ. მონიშნოს კონკრეტული ტერიტორია, სადაც კატოობდა ველოსიპედი. ეს არის თავი. იმიტომ რომ ველოსიპედის გარეშე ხლა არაფერი არ იქნება. ხო, იმიტომ რომ ალბათ თქვენც ეგრე ხო. მაგრამ ვანო არ არის საქართველოში ვერ ნახავ კუთხეს, სადაც მე არ გავზრდილ ვარ. რა თქმა უნდა და სადაც ბებია ბაბუ არ. ასე რომ ზალ ამომრჩეველთან ინდივიდუალური მიდგომა არის ძალიან მთავარი. თუ ატყობ რომ ამომრჩეველი შენ მხარეზე არ არის, ზოგი პოლიტიკას ადგება და თავს განებებს. არა, ბოლომდე უნდა მიყვე, უნდა აუტალახო ეზო, კედელი აქვს ეგასალესი, გაულესე კედელი. ბავშვი ყავს ემოსანათლით. გაყევი მონათლე. რუჟბა აქვს ამოსაკოკი, დრნდ ამოუკოკი. შეიძლება არ გაიშოს. შეიძლება არ გაისოს. მეორეჯერ დრნდ უნდა მიყვე, ხო, ბოლომდე. რუჟბასაც ეს აქვს, ხო? იმიტომ რომ ეს აი ამ სტილით, აი ამ კუთხით და ესე მოქვს, მე ღვანკეთი მოგებული თავის დროს. ზალ, მე მინდა ასევე იცოდე რომ ჩემი რჩევა იქნება ახლა მე ბევრ ამას უკრაინიდანაც ეგაკვირდებოდი რომ ცოტა აი ომახიანად უნდა მიმართო შენს პოლიტიკურ ოპონენტებს. აი მაგალითად როგორც მე თქვენ აუცილებლად დაგამთავრებთ. აბა თქვენ პროსე. მე თქვენ აუცილებლად დაგამთავრებთ თქვენ? მე თქვენ აუცილებლად დაგამთავრებთ. ბაბა. იმდენი პოლიტიკური ჰაერი უნდა აიყო რომ არჩევნებამდე გეყოს. ეს არის თავი, ხო? მე ვფიქრობდი ზალო, მოდი ჯობია რომ ვანოს ჩავერთოთ პოლიტიკაში. ზაიცე მე რა მინდა კაცო. ვანო, აბა ერთი მითხარი, ვლადიმირ ზელენსკი ვინ არის უკრაინაში? აი, პრეზიდენტია მაგრამ. აბა ეხლა ძალა ერთობაში არის, მანამდე იყო იუმორისტი, ხო? ძალა ერთობაში არის და ასე რომ უნდა დავდგეთ ერთად. ეხლა მე მინდა შე წამოგიღებენ და მინდა რომ გამეცოდე ერთად რომ გავიაროთ. აბა მოდი გადახედე. რა არის ეს? აბა მოდი დაიწყე. რა ეს უნდა თქვა? აბა მიდი დაიწყე. ძვირფასო ამომრჩეველო, დღეს ქვეყანაში ძალიან ძიმე სოციალური ფონია. ვანო, ბოლომდე გამოშვი ბაგე გახსენი და მუცლიდან გამოუშვი ხმა, მიდი ბოლო. ეს ძიმე სოციალური ფონი აქრობს ჩვენი ხვალინდელი დღის იმედს. ვანო, ტემპი უცოდა რა, ტემპი. მე ყოველდღურად ხედავ ათასობით გაჭირებულ ადამიანს, რომლებსაც იმედი დაეკარგა. აი ხა ცოტა სენტიმენტები ვანო. მაგრამ მე თქვენს გვერდით ვარ ხალხო. აი ხა ცოტა აბობოქსი ვანო. მაგრამ მე ამას ასე არ დავტოვებ. ამათი დღეები დათვლილია. ამოვარდი, ბოლომდე ამოვარდი. ის ბოლო წვეთამდე ვიდგები თქვენს გვერდით. ეს დღეები იქნება ჩვენი სამშობლო. ჩვენია. კახეთი მოვიგეთ, ძალიან მაგარია. მოვიგეთ, კახეთი მოვიგეთ. აი წამოვიდეთ, ძალიან მაგარია. ფოტოშოპი ზალ. ამიტომ ცოტა ის ენერგია რო გაკლია და რაღაც ბუხტი რო გაკლია, ჩემი თხოვნა იქნება YouTube-ში, როცა თავისუფალი დრო გექნება, აკრიფო მიშა ჰაილაითი. ჩემს, ანუ მიშას კარგი პოზიტიური ვიდეოები. გადახედე, გეცოდი მე ვის და როგორ რა დოზით უნდა იყო ენერგიული, ხო ეს არის ეს. ეს არის ახლა მე ყველაფერს რო გარიგებ, კარდაკარზე რომ მოგიწოს მოსახლეობას და შეხვედრა, ყველგან გამოიყვენ, ეს არის თავარი რომ ყველაფერი გადაიტანო ეს იმ გამარჯვების ბოლო გზაზე. თორე ხა მერე ოპოზიცია მომიბრუნდება და მეტყვის არაფერი არ გიგიწებია ქვეყნის ის ნამდვილი ქარიზმატული ლიდერი
პოლიტიკაში კვირის დღებს გადაანაწილებს შემდეგნაირად შემოსალს. ეს მინდა რომ ვიცოთ ნამდვილი ოღონდ. არა ისეთები როგორც ელიფსიტა პოლიტიკოსები არა ნამდვილი. ორ შაბათს როგორც კი დგება, ეგრევე გაჩიანში ხსნის ფანტას. წარმოუდგენელი პოზიტიურად იწყება უკვე კვირა. კი ბატონო. სამშაბათს ეგრევე მიდის და მუშებთან მივარდებოდა კაპჭით ხელში. აბა ეხლა რიდა გეხმაროთ, იმიტომ რომ მუშებთან უნდა იყოს ყოველდღე აღშენებლობაზე. 4 შაბათს ნამდვილი პოლიტიკოსი უნდა მირბოდეს მესტიაში და სრიალებდეს თხილამურებით. და 4 შაბათს უნდა დაიშოს და წავიდეს ბათუმში, იმიტომ რომ ბათუმში 5 შაბათს პირდაპირ განახლებული ბათუმში უნდა გადახდეს ზღვაში თავით. ვინ არის ეს პოლიტიკოსი თუ არა ეპარასკევს ამბროლაურში არ დააკროს ამბროლაურ გლეხებთან ერთად თორეში შოთი ხო? ეს არის ხო? და რა თქმა უნდა მე შაბათს გლდანში სტადიონი და გახსნა და ახალგაზრდებს უნდა დაურთხა პენალი. და კვირას უნდა ადგე და უბრალოდ უნდა დაისურო ეს არის და ეს. კვირას რატო უნდა დაისურო? ნუ ეხლა ქრისტიანული ეს არის. ქრისტიანული ეს ადრე თუ მე ყველაფერს გიყვებოდით მე ეხლა პოლიტიკურ ამით გამოაცხადებს და გამოგიცხადებთ ზალიკო. ეხლა მე მეძებენ და დიდი დრო ეხლა არ მოხდა ამას ქრის. კარგად. ეს მაგარია, კახეთი მოვიგეთ არის. კახეთი მოვიგეთ. ოკლე ზალიკო ძალიან დიდი მადლობა რომ მადლობა შენ. გადაცემაში მე მგონი კარგად გავერთეთ. შვენიერი საღამო გამოვიდა. არა, ჩვეულებრივ საღამო გამოვიდა, მე მგონი მაყურებელს კმაყოფილია და მინდა წარმატებები გიოს, მშვიდობიანი არჩევნები მინდა გისურვოთ ყველას და ეს საქართველოს. კი, მშვიდობა. განსაკუთრებით თქვენ პოლიტიკოსებს, იმიტომ რომ არ ამგონია რომ ისეთი მთლად ესე აქვია შვიდად ჩაიაროს, მაგრამ მინდა რომ მშვიდობიანად ჩაიაროს. ყველაფერი კარგად იქნება, აბსოლუტურად. თავარია ხიზლად ვიყოთ და არავის არ მიცეთ საშუალება რომ ქვეყანა წაიღოს. ზალიკო უდუმაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობა ზალიკო.